გამარჯობა დარი. გამარჯობა. პირველ რიგში უბრალოდ გუნდური სიახლეები. რა მდგომარეობაა მაზრაუისა და ბიუმოსთან დაკავშირებით? შესაძლებელია თუ არა რომელიმე მათგანმა ითამაშოს ამ უიკენდზე? არ მგონია. ვფიქრობ მათი დაბრუნება ძალიან ახლოსაა. ასე რომ იმავე ფეხბურთელებით ვიქნებით ხელმისაწვდომები, რომლებიც ბარნლის წინააღმდეგ ყავდა. ახალი არავინ არ დაგვიბრუნდება და ბრაიანი და ნუსი ამ თამაშისთვის ხელმისაწვდომები არ იქნებიან. გრიმსბისთან სეზონის ყველაზე ცუდი შედეგი იყო კარაბაოს თასზე. ეს კლუბი თასების მოგებასთან არის ასოცირებული. რამდენად მნიშვნელოვანია FA თასში კარგად ცვლა? ეს მნიშვნელოვანი ტურნირია და მანჩესტერ იუნაიტედი ტურნირების მოგებაზეა აგებული. ბოლო წლებში ამ ტურნირში წარმატებები ჰქონდა. რამდენიმე წლის წინ მოვიგეთ, ფინალშიც დავმარცხდით. ეს საოცარი ტურნირია. ეს იყო პირველი თასი, რომელიც მე, როგორც ფეხბურთელმა მოვიგე. განსაკუთრებული ტურნირია და ამ სეზონის გათვალისწინებით, როდესაც ეურო ტურნირებზე არ ვართ და ლიგის თასიდან გამოვარდით, პრემიერ ლიგა რა თქმა უნდა რჩება პრიორიტეტად, მაგრამ FA თასი არის თასი, რომლის მოგებასაც უნდა ვცდილობდეთ და ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ ამისთვის. ამ კვირაში ძალიან ღიად საუბრობდით სხვადასხვა ფეხბურთელთან გამართულ საუბრებზე. მაინტერესებს ეს საუბრე თუ არა კობი მეინუს? მის მომავალზე ბევრი სპეკულაცია სათამაშო დროის ნაკლებობასთან და მთლიანობაში, როგორ არის ის? ის კარგ მდგომარეობაში ჩანს. კობი ბევრს არც გამოხატავს, ამიტომ ვერ მივხვდები კარგ ხასიათზე თუ არა. ასეთი ბუნება აქვს, მაგრამ მე მას კარგად ვიცნობ, დიდი ხანია ვიცნობ. სეზონის განმავლობაში შენობაში და სხვა ადგილებში ხვდებოდი. ზოგადად ქონია მასთან საუბრები. ის კარგ გარემოშია. მე ვიცნობ კობის და ვფიქრობ ისიც მიცნობს მე და ტრევის ბინიონს. ამიტომ კომფორტულად გზნობს თავს. კარგად ვარჯიშობს და როგორც თქვი, ძნელად წასაკითხია კობი, ასე რომ ამას დრო გვიჩვენებს. ჰარი მაგუაირი ბევრს გაუკვირდა, რომ ოთხშაბათ სათადარიგოთა სკამზე იყო. შეუძლია თუ არა მას სასტარტოში თამაში და რა მდგომარეობაშია მისი ფიტნესი? მას დიდი ხანი გაუცდა, ამიტომ მისი დატვირთვა სწორად უნდა განსაზღვროთ. გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ალბათ ნახეთ, როგორ დაბრუნდნენ სხვა ფეხბურთელები: მეისონ მაუნტი, კობი მეინუ, ბრუნო ფერნანდეში. მათთან თავიდანვე საჭიროა ფრთხილი მიდგომა. ჰარიც სავარაუდოდ მსგავს სიტუაციაში იქნება ამ უიკენდზე. ში ლეისის გავლენა სათადარიგოდან ძალიან თვალსაჩინო იყო. აკადემიის კუთხით. რას ფიქრობთ, როგორ მუშაობს ის და როგორ ვითარდებიან ფეხბურთელები როგორც უნარების, ასევე ხასიათისა და დამოკიდებულებების მხრივ? ისტორიულად ეს კლუბი აკადემიაზეა აგებული. საოცარი აკადემია გვაქვს. ჩვენი რეკორდი ყველაფერზე მეტყველებს. მსოფლიოში ცოტა კლუბია ასეთი ისტორიით. ვხედავ შრომის მოყვარე, თავდაბალ ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ისინი იდეალურები არ არიან, ახალგაზრდები არიან და სწავლობენ. ვფიქრობ ზოგჯერ ძალიან ბევრს ვითხოვთ ახალგაზრდებისგან. არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ ზოგადად ცხოვრებაში. მათ უნდა მივცეთ სწავლის საშუალება, დავეხმაროთ, მივიღოთ ის ფაქტი, რომ შეცდომებს დაუშვებენ. დროთა განმავლობაში კარგი მწვრთნელების, ოჯახის წევრებისა და პირველი გუნდის ფეხბურთელების დახმარებით, ისინი განვითარდებიან როგორც მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელები და ადამიანები. ჩემი გამოცდილებით აკადემიაში არიან შრომის მოყვარე, პატიოსანი მწვრთნელებისთვის მოსმენადი და ძალიან ნიჭიერი ბავშვები. იმედია ისინი შეძლებენ თავის წარმოჩენას ისე, როგორც ეს შეძლო ში ლეისიმ ბარნლის წინააღმდეგ. თქვით, რომ სწავლობთ ფეხბურთელების თავდაჯერებულობის დონეს. ამ კვირაში რა გააკეთეთ, რომ ის დაგებრუნებინათ მატჩში? დრო პრაქტიკისთვის ბევრი არ ყოფილა, ამიტომ ვიდეო ანალიზი გამოვიყენეთ. ბარნლის თამაში ბევრი დეტალია გასაუმჯობესებელი. ეს მუდმივი პროცესია. საუბრები, ვიდეო, ვარჯიშები, გამოცდილებებიდან სწავლა. ფეხბურთში მნიშვნელოვანია იმედგაცრუებასთან გამკლავება. სრულყოფილებას ვერ მიაღწევ. ბარნლის თამაში ერთი დარტყმა კარში და ერთი ასცენელი ბურთი კარს და მატჩი 2-2 დავასრულეთ. ეს ფეხბურთია, სანამ 90 წუთია უნდა გჯეროდეს, რომ თამაში შეცვლა შეგიძლია. ბარნლის თამაში ვარმა გამოტოვა მომენტი, როცა კაილ უოკერმა პატრიკ დორგუს დააბიჯა. თქვენი რეაქცია რა იყო და ხომ არ ვახალისებთ მოთამაშეებს სიმულაციაზე? ისეთ ტერიტორიაზე შევდივართ, როგორც კაილ უოკერმა ლიჩა მარტინესთან გააკეთა. პატრიკი ძალიან პატიოსანია და ამას არასდროს გააკეთებს. სიტუაცია კარგად არ გამოიყურებოდა კაილისთვის, მაგრამ ემას ვიცნობ და იმედი მაქვს ბურთზე თამაშობდა. ჩემი აზრით, ვარს უნდა გადაიხედა ამ მომენტისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა გაუქმებულ გოლს უყურებდნენ. რაც აბსურდული იყო. თუ ასეთ ეპიზოდებს არ ამოწმებენ, ფეხბურთელები დაიწყებენ თეატრალიზაციას, რაც არ მინდა ჩემს გუნდში. ეს ორი ეპიზოდი თამაშზე დიდ გავლენას ახდენდა. ქონდა თუ არა ამ კვირაში საუბარი სირ ჯიმ რედკლიფთან, კლუბის ხედვაზე ან თქვენს მომავალზე? არა, პროცესი ასე მუშაობს. მე ვესაუბრები ომარ ბერადას და ჯეისონ უილკოქს. ჩემი სრულ ყურადღება ამ ორ თამაშზე იყო მიმართული.
ჩემს მომავალზე საუბარი არ ყოფილა. უმარმა და ჯეისონმა სრული პასუხისმგებლობა მომცეს ამ ორი მატჩისთვის და სწორედ ამას ვაკეთებ.